მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ვაგრძელებთ დიდ გადანაწილებას ჩემს ავტოპარკში, სიმართლე გითხრათ არ ვიცი ჩანვარ თუ არა, მოგესალმებით. და შევუდგეთ მუშაობას. ესე იგი, პრაქტიკულად ეს თა რომ აქვს მე ახლა თავისუფალი, ასე რომ უნდა გადავანაწილო. მთლად ავტობუსების გადალაგება დღეს არ მექნება, მექნება ავტობუსების და სატვირთო მანქანების. ეს არის კამაზე, ბევრს უყვარს ეს მანქანა, ვიცი. ბევრი კამაზის მძღოლი არის ჩვენი მაყურებელი, ძვირფასო მეგობრებო და კამაზი ემსახურება საქართველოს რეგიონებს და არა მარტო რეგიონებს, არამედ დედაქალაქსაც უკვე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ამიტომაც დაფასებული მანქანა არის და უყვარს ბევრ მძღოლს. ეს ჩემი სწრაფმავალი ელექტრომატარებლებისთვის ადგილი ვერ მოიძებნა ჯერ, ისევ გადავდოთ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ წინა ვიდეოების ნახვის და დაფასების, ასე ვთქვათ, დალაიქების გამო, მეტროს ვაგონი. ძვირფასო მეგობრებო, ვიცი რომ მეტროს მოყვარულთა დიდი არმია უყურებს ამ ჩემს ვიდეოებსაც. ეს არის GAZ 50 თითმა გაჭრილი, არ მიაღწიოთ ყურადღება, GAZ 51. ესეთი ფოტოსახელოსნო, არა, ფოტოაპარატების მობილური ესეთი მანქანა, მობილური მაღაზია, პავილიონი. 60-იანი წლების რეკლამა მანქანებზე. ეს არის პატარა, ეს არის ერთი, მე მგონი 72-თან. თუ არ ვცდები, ყოველ შემთხვევაში, ესეთი დიდიც არსებობს, deep models აქვს გამოშვებული ესეთი მანქანა. მე არ მყავს. ეს არის ჩვენი მანი, ალბათ. ნახეთ, ესეთი მანქანა. ყოველ შემთხვევაში ვერ გეტყვით ეს კონკრეტულად რა არის. სათამაშოა და რისი გაკეთება უნდათ, არ ვიცი, ალბათ მანის, ხო? ან მერსედესის, ან სკანიას, არ ვიცი. რთულია მის თქმა, მაგრამ ესეთი გარმოშკა, ხო? შესახსრებული, ხო? ჰარმონიკა შესახსრებული მანქანაა. ესეც ჩემი ტროლეიბუსი, ესეც ჯერ გადმოვიტანოთ აქეთ, მე მოუძებნით ადგილს. აქ ისევ თბილ სერვის ჯგუფი და ნაგვის მანქანები. მე ალბათ დადგება ის ბედნიერი დღე, როდესაც ყველა ნაგვის მანქანას ექნება თავისი ადგილი. მოდით ახლა ამ სანტავიქს მოვიძრობ, იმიტომ რომ ძალიან საშინლად ჩანს სამარცხვინოდ. ესეც გავუწმინდეთ, ბოლოს და ბოლოს ნაგვის მანქანაა. მიდის ნორიოში. ხო? ნორიოს ნაგავსაყრელზე მიდის. გიქვბირდებიან, რომ ნორიოს ნაგავსაყრელი უკვე მალე აღარ იარსებებს, მაგრამ ჯერჯერობით არსებობს და ძალიანაც ბევრ პრობლემას უქმნის ჩვენს მოსახლეობას. იქაურ მოსახლეობას, უფრო სწორედ, ხო? ესეც არის ნაგავმზიდი, ოღონდ ცოტა სხვა მოდიფიკაციის, ორი ცალი მყავს ესეთი, სხვათა შორის ჩემს ავტოპარკში. და ზილის დროც მოვიდა. სხვათა შორის ზილებს ბევრი აგროვებს, ბევრი ჩვენი კოლექციონერი, ეს არის სკიფი. დასასვენებლად ვინც მიდიოდა საბჭოთა კავშირში. ესე მიქონდათ, ეს იშლებოდა და ხდებოდა რაღაც კარვის მაგვარი. ძილით შეიძლება. ესე იგი, ეს არის დე აგოსტინის ზილი 128. სხვათა შორის ძალიან კარგი მოდელია. ზილებს ეკუთვნით, ხო, რომ ცალკე შევაგროვოთ და
ძალიან ლამაზი ესეთი ის გაუკეთოთ ერთი პატარა ექსპოზიცია ზილებს დაიმსახურა ამ მანქანა, ნუ დღესაც ვინც წელს იყო რთველში კახეთში აუცილებლად შეამჩნევდა რომ ძალიან ბევრი ზილი იყო მან წარმოდგენილი. ეს ისევ ჩვენი კოლხიდა. მოდით ეს ნახეთ ეს ცალკეა. აგერ ორი მოსკვიჩი. ეს არის 600 კი არა? ეს არის 403. ოპ. თავი არ გავაფუჭო. გზა და გზა. ესეც არის ეს უკვე 407. აი 403-სა და 407 შორის ძალიან მცირე განსხვავებაა, მცირედი განსხვავებაა. ასე რომ მე შემიძლია გითხრათ რომ არ ვარ ამაში ძლიერი, რომ ესე პირდაპირ განვასხვაო. იქ წინა რაღაც ეს წინა მხარეა განსხვავებული პედლებში, პედლების მიხედვით შესაძლებელია გარჩევა და ასე შემდეგ. ნუ ეს ჩვენი ძვირფასი კოლხიდა. ესე გავწმინდეთ. ტვერი არ დაედოს კოლხიდას. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მანქანები ფაქიზებია, შეიძლება ისე რაღაცა მოსწყდეს და განადგურდეს, რომ ვერც გავიგო რა მოხდა. ეს არის ფოსტის მანქანა. ნუ სინამდვილეში პოჩტა რასი, ახლა ფოსტა სხვა მანქანები ყავს უკვე, მაგრამ ეს ესეთ დაბრენდილი გააკეთეს ზილით. ნუ რადგან ზილია არის საინტერესო. კიდევ ერთი ნაირსახეობა ზილისა. და აი ესეთი მხიარული მანქანა ყავის მანქანა. ყავის ჭიქა ჩამივარდა, აგერ. ესეც სარეკლამო მანქანა, ესეთ. ნუ ეს არ არის სათამაშო პრინციპში, ხო? არის რაღაც მიმსგავსებული, მოსუვენირო, მაგრამ არც ვთქვათ საკოლექციო არ არის. თუმცა არის მძიმე და ძალიან ლამაზი. აი ესეთი ყავის მანქანა. სადმე East Point-ში, ან თბილისი მოლში ესეთი მანქანა. დახატავდა იქაურ საყავეს. მე ისე მგონია შიგნითაც არის ყველაფერი გაკეთებული საკმაოდ რეალისტურად, აი შიგნით ნახეთ. ყავის ესეთი სპეციალური ჭურჭლებია, სადაც შესაძლებელია ყავის გაკეთება, ანუ ბარივით არის შიგნით გაკეთებული. დონატს ვის კაფე. დონატსი ყავასთან ერთად. და ყავა ესა მოკა, ხო? For you, latte, mocha და თეთრი ყავა. ესეთი პატარა კაფეა, მოძრავი. შემდეგ ტროლეიბუსების განყოფილებიდან სტუმარი, ეს არის ტროლეიბუსი კიევი, კიევ 4. მძიმე და ძალიან ლამაზი ტროლეიბუსია სხვათა შორის. ეს არის ლაზთან ნაზავი ტროლეიბუსი, ანუ უნიფიცირებული ლაზთან. ეს არის მოდიმიოს გამოშვება და შესაბამისად შტანგები ამ ტროლეიბუსს არ ეწევა, თუმცა, პატივცემულო მეგობრებო, მე მყავს ესეთივე ტროლეიბუსი სავეტსკი ავტობუსის მიერ გამოშვებული, სადაც მას ეწევა შტანგები და ძალიანაც უხდება ეს აწეული შტანგები. მე უკვე აღნიშნე, რომ ზოგადად არ მიყვარს ტროლეიბუსი, რომელსაც არ უმუშავებს ეს დენის მიმღებები. ნუ ეს არის GAZ-51-ის სერტიფიკატი, 1.72, რომელიც მე თქვენ განახეთ. და ამ GAZ ქონდა, ესე იგი, ფოტოაპარატების რეკლამა აქვს Z მიხატული. ნუ ეს ჩემი ცხოველთა სამყაროდან წარმომადგენელი. მოდით აი აქ სადმე დავუსვათ.
ეს არის პრინციპში სათამაშოა ეს, მაგრამ მაინც კარგად გამოიყურება. ეს ტექნოპარკის კავზია, ნახეთ, მობილური ჰოსპიტალი, ანუ სამედიცინო დახმარების მანქანა არის. ახლა მე მინდა ცოტა გავასწორო ეს განათება, რაღაც ძალიან თეთრად მეჩვენება, ხო, ყველაფერი, აბა. საინტერესოა ცოტა რომ დაუწიო, ეს უფრო გათეთრდა. ესეთი ყვითელი უფრო თბილია და მე მგონი უფრო სასიამოვნოა. შემიძლია დაუწიო, შემიძლია აუწიო. აი, აწევა რამდენად ხდება, არ ვიცი, რამდენად უფრო აი ესე მე მგონი ჯობია. აქ რა გვაქვს? აქ ჩვენ გვაქვს იკაროს 66, ხო? ესეც არის იკაროს 66 1.72-თან მოდელი, მასშტაბი. ესეც არის იმ პოლონური სერიიდან, მე თქვენ წინა ვიდეოებში განახეთ. აი პრინციპში თქვენ ახლა აქ ხედავთ აი იკარუსი, ლიაზი, ესეც იკარუსი, კიდე ლიაზი და ეს არის იკაროს 66. ამ პატარა ავტობუსებს მასშტაბი არის 1.72-თან მინდა გამოუყო ცალკე თარო. ეს არის ტელევიზიის მანქანა, რომელიც მე თვითონ დაუბრენდე, ტელეკომპანია მირის, აგერ ესეთი გავაკეთე მობილური. მანქანა, მაგრამ ეს არის გაზელი, ველის გაზელია, რომელიც თავიდანვე იყო ტელევიზიის. და ეხლა უკვე ჩემს წინაშია სხვა ამოცანა, ძვირფასო მეგობრებო, მე მინდა ქვედა თაროდან ამოვიყვანო იკარუსები. ეს ამოცანა მთლად ადვილი არ გეგონოთ, არ არის ეს ადვილი ამოცანა. ეს გავწმინდოთ. ეს გავწმინდოთ. აი ამ თაროდან უნდა ამოვიყვანო იკარუსები. ზოგადად მე მინდა ეს პატარა მანქანები ესეც ამოვა შესაბამისად. აი ესეც არის დისტრიბუციის მანქანა, 70-იანი 80-იანი წლების დისტრიბუციის მანქანა. ზილი 120, აი ესეთი აქვს მოწყობილობა, რომ აიტანოს, ჩამოიტანოს, ხო? მიტანილი საქონელი. აქ მე სხვათაშორის ძალიან ბევრი ესეთი საქმიანი მანქანა მყავს, ესეც არის კვერცხი და წიწილები. ინკუბაციონი ციკლატა, ეს კოდას ქარხნიდან მოქონდა, აი ესე და აი ესე, ხო? ნახეთ, როგორც ახლა ხდება ახლა. ეხლაც ხო ესე ხდება, ხო, პრინციპში, აი ესე და აი ესე. აჰა. ეს უკვე გას 53-ის ბაზაზე. ესე გავაკეთოთ. ამ მანქანებს აქვთ ჩვევა. ეს არის მაზი რძის მალაკო. ორი, ესე იგი, მიკროავტობუსი, ეს არის ერაზე. ოღონდ ადრე გამოდიოდა ეს რაფის ლატვიის ქარხანაში, ხო, რაფის ქარხანაში და ერქვა ლატვია და მე როდესაც სომხეთს გადასცეს, გახდა უკვე ერაზე. აი ეს არის ლატვია, სამგზავრო ესეთი ვერსია არის ლატვია. აბა ვცადოთ ახლა ამ იკარუსების გამოტანა. ესეც ჩემი პატარა მანქანები. მიკროავტობუსები. აი ხედავთ როგორ წამოვიდნენ და წამოვიდნენ. ოპა, იქ რაღაც ავარიას აქვს ადგილი, მე მგონი, აი ესე. ესეც მოსკუჩები მე ძალიან მომწონს და ბევრიც მყავს.
სხვათა შორის. და ეხლა დადგა მომენტი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყვანოთ ასპარეზზე ჩვენი კოლექციის ერთ-ერთი თავარი გმირი. ეს არის იკარუსი 280-ზე. ჩვენი 20 ნომერი, 64 ნომერი, 3 ნომერი. ალბათ ბევრს გახსოვთ. აი ახლა ვეცდები საერთოდ გამოვთო ეს დენი განათება და განახოთ ეს უფრო რეალისტურად. აი ეს. ნახეთ, აი ესეთია ეს. აი. აი ესია. ხედავთ? და აი აქ მინდა ეს შევდგა. გავანათოთ, ხო? ასე. აი აქ რომ შევდგა ჩემი იკარუსი. და შესაბამისად შემიძლია შევდგა მეორეც, ოღონდ მეორეც უნდა განთავისუფლდეს, გამონთავისუფლდეს. ესე ჩამოვიყვანოთ ესე. აი ესეც ნახეთ. აი ესეთი საოცარი მანქანა არის. ესეთი ულამაზესი მანქანა გაზე. ნახეთ. გაზ 69. ეს არის ზუკი, ხო? ეს პოლონური მიკროავტობუსი. და ესეც არის ნიუშა. ეს არის სოცქვეყნების პროდუქცია, რომელსაც ჩვენ პრაქტიკულად ვერ ვხედავდით. თუ რაიმე ფილმი გამოჩნდებოდა ამ სოციალისტური ქვეყნების მიერ წარმოებული, მაშინ ჩვენ უკვე ამ ტრანსპორტს ვხედავდით ცხადში, თორე ისე ძალიან ცოტა ვინმე მოგზაურობდა თავის დროზე საზღვარგარეთ. და ისევ გამოდის ასპარეზზე ჩვენი იკარუსი. მე ესენი მყავს ყუთში, მყავს. რადგან არ მინდა რომ აი კიდევ მინდა გამოვთო ეს შუქი, რომ არ აირეკლოს და თქვენ ნახოთ ესე ცოცხლად უფრო. აი ამის შემდგომში რა თქმა უნდა მე გავხსნი ყუთიდან და გავაკეთებთ ესეთ ავტორ ბოლას იკარუსების, სადაც ეს მანქანები მიიღებენ უფრო აქტიურ მონაწილეობას. შემდეგი. აი ეს სხვათა შორის უკვე არის ლონდონური კოლექცია. ჩემი ლონდონი. ეს მე მაჩუკა, ჩემმა მეგობარმა, თათია ნიკოლაიშვილმა, ანუ ჰელენ ბეთველმა. ნახეთ. London Bus and Taxi. აი, ხედავთ? აი ესეთი კომპლექტია. სასაჩუქრე. თათიას ძალიან ბევრი საჩუქარი აქვს ჩვენთვის. გაკეთებული სატრანსპორტო თემატიკის და აუცილებლად გავაკეთებთ ცალკე ესეთ ჩვენებას თათიას საჩუქრების ისე შუქი ჩავრთე განათება რომ ეს ყველაფერი უფრო ისეთი ლამაზი და მკვეთრი იყოს. ეხლა უკვე შეგვიძლია ნელ-ნელა ეს ყველაფერი დავაკომპლექტოთ და ავაწყოთ ეს თარო, თვითონ მეგობრებო, მე ისე არ მიკეთია ხელთათმანები, რაც კოლექციონერების იმით, რა ქვია, გაგებით არის ძალიან ნეგატიური და
სუდი, არ მიყვარს ეს ხელთათმანები, რა ვქნათ. მომიტევეთ ძვირფასო მეგობრებო, საერთოდ მეზიზღება ეს ხელთათმანები, ისევ ეს ჩემი მირის მანქანა წავა თავის ადგილას, ეს კუთხეში. გვერდზე ეყოლება ეს ტროლეიბუსი გადასარევი. თუ ტროლეიბუსი შეგვიძლია აქეთ მხრიდან დავაყენოთ უკვე. ნახეთ, აქვე მეყოლება უკვე სპეციალური მანქანები. აქ ესე იგი ეს ადვირთო. თან რომ უნდათ რომ წამოვიდნენ, ესენიც ხო მანქანები არიან და შესაბამისად უნდათ მოძრაობა. ძვირფასო მეგობრებო, ნახეთ კიდევ ერთი ფოსტის მანქანა. GAZ-66-ის ბაზაზე. კიდევ ერთი ესე განახებთ ყველაფერს. ლამაზად და მკაფიოდ რომ ჩანდეს. ეს რძის მანქანა შეგვიძლია დავაყენოთ იქ, სადაც უნდა იყოს რძის მანქანა. ესეც ესე იყოს. ეხლა ძალიან საინტერესო მანქანა. ესეც არის ტეგ დახმარების მანქანა. ზილის ბაზაზე ნახეთ, როდესაც დენი არა გვაქვს, მოდის ჯგუფი და ესე ადიან და აკეთებენ ტროლეიბუსის ხას დასახმარებლად მოდიან. ეს ხოთაშორის არის კონვერსია. ძალიან საინტერესო მანქანა არის ეს კონვერსია, მოდელისტების მიერ გაკეთებული. პატარა მანქანებს ალბათ უფრო ავტოკედელზე გავაკეთებ და ამ ავტოკედელსაც თქვენ განახებთ. ესეც არის ავარიული მანქანა, საავარიო მანქანა, ხო? საავარიო მანქანა, ზილია. ესეთი მანქანები ბევრს გვახსოვს, ბევრიც დადიოდა და ალბათ სადღაც არის დღესაც თბილისში თუ არა რეგიონებში მაინც და აკეთებენ თავიანთ საქმეს. მე ესე მგონია ძვირფასო მეგობრებო, რომ ესენიც არიან ძალიან მუშა, პატიოსანი მანქანები და ასრულებენ თავიანთ საქმეს. ისევ GAZ-52 და უკვე ეს არის ავეჯის მანქანა. ავეჯის მანქანა თავის მოწოდების სიმაღლეზე. ეს მანქანები ჩვენ გვახსოვს, ძალიან ბევრი იყო, სანამ არ ჩაანაცვლეს უკვე თანამედროვე მანქანებმა. სავაჭრო ცენტრ საბასთან, ლილოში, ესეთი მანქანები იყო ძალიან ბევრი, ყველა ავეჯის მაღაზიას ყავდა თავისი ესეთი მანქანები და ემსახურებოდნენ გადასარევად ხალხს, გადიოდნენ მარშრუტებზე. მიქონდათ შეძენილი ავეჯი. ახლა მალე იქნება ჩვენთან უკვე მართალი ეს ნაგვის მანქანა, ხო, ნაგავი გააქვს. ამჯერად ჯერჯერ ეს არის ესე ძილია, ხო? ახალი თაობის ძილი. აქ მე მაქვს ნაძვის ხიებს, ესე. მართალია ნაგვის მანქანა, მაგრამ ჯერჯერობით ესე დავალებული აქვს ნაძვის ხის ტრანსპორტირება. რა ვქნათ, სხვა გამოსავალი ჯერ არ აქვს. ეხლა რა გვინდოდა ჩვენ გვინდოდა ავეჯის მაღაზიის, ავეჯის მანქანის დადგმა თავის ადგილას. ესე, ნახეთ, ეს წავა აქ დადგება. ესე. კიდევ ჩვენ ყავდა აქ თუ გახსოვთ კოლხი და თავის მოსკვიჩებთან ერთად. ესეც ახლა თავის ადგილს მიიღებს, ექნება თავისი ადგილი. ესენი ჯერ ესე დავდგათ აქ. დავაყენოთ ტრანსპორტი. ესე. და ესეც ესე. ჩვენი კოლხი. კოლხიდაზეც მე მინდა ცალკე პატარა გადაცემის გაკეთება. იმსახურებს ჩვენი სასიკადულო ტრანსპორტი.
ესეც ზილი დაბრუნდება თავისთან. აი. ხედავთ აი, სოგი არ ჩქარობენ. შემიძლია ერთი ცალი, აი ეს ჟიგული, ან ეს პატარა ზაპოროჟეცი, ან ეს პატარა მოსკვიჩი დავდო, აი აქ არ ეტევა, ჯობია. აი ეს ზაპო კუზიანი. ნახეთ, აი ეს კუზიანი ზაპო ჯობია. აი ეს დავდო. შემდეგ აი ეხლა აქ რა ხდება ძვირფასო მეგობრებო, მე მინდა ძალიან მინდა აი ეს ავტობუსი, აი ნახეთ, აი აქ ლაზების კოლექცია, ლაზები ეს პირველი თაობა არის ლაზების და ამათი მწარმოებელი არის ულტრა მოდელსი. ჯერ კიდევ არის საიტებზე და ვისაც გიყვართ ეს ლაზები შეგიძლიათ შეიძინოთ და გეკნებათ კოლექციაში ეს ულამაზესი ავტობუსები, ნახეთ, აი ესეც. ლაზ 695. ეს პირველი ლაზებია. ხედავთ, აი ეს, ნახეთ. ძალიან ლამაზებია. სხვათა შორის ფილმი ორერა სრული სვლით ჩვენს ორერაზე, სადაც მაშინ ჯერ კიდევ სრული შემადგენლობა იყო ვახტანგ კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე და ეს იყო არაჩვეულებრივი და არის კოლექტივი, დღემდე თემურ დავითაია, ნადირაშვილი მოღვაწეობენ საბედნიეროდ. აი ფილმში ორერა სრული სულით არის გადაღებული აი ეს ლაზი, რომლითაც ისინი წავიდნენ დიდ გასტროლებზე მოგზაურობაში და მოიარეს მთელი მსოფლიო. აი ესეთი ლამაზი ავტობუსები იყო. ლვოვის ქარხანა უშვებდა ამ ავტობუსებს. ეს იყო პირველი ნაკადი ამ ავტობუსების, ძალიან მაგარი, ძალიან. ну სხვათა შორის მე უკვე თბილისში ბევრი იყო ლაზები ემსახურებოდნენ სხვადასხვა თაობის. მე ეს პირველი ლაზებიც მახსოვს, სხვათა შორის დადიოდა ქალაქში ბევრ მარშრუტზე ეს ლაზი. არაერთი მოდით Volkswagen-იც დავდოთ. ეს Volkswagen-ი სათამაშოა, მაგრამ მაინც ლამაზია, ხო? ესეც არის საეტაპო, ძალიან საეტაპო ტრანსპორტი, მოდელი. ეხლა ჩემი ძვირფასი ნაგვის მანქანებიც დადგებიან თავიანთ პოზიციებზე, ხო? ეს პატარა მოსკვიჩიც. აი, ესეც, ეს. ხედავთ ეს, ხო? აი მე უკვე დავდებ აი აქ უკან, ნახეთ, იქ პატარა ადგილია და ესენი იქ ეტევიან. მე არის თქვენ ხედავთ თუ არა ამას, მაგრამ აი ეს ვოლგაც ყველა დაიკავებს ახლა თავის პოზიციას. ეს ჩემი ლატვიებიც არის შესაძლებლობა, რომ უკან ესე შეველაგო და გავაკეთო ესეთი ლამაზი მეორე ტერასა, მეორე მწკრივი გავუკეთო ამათ. შესაბამისად, აი ეს ზუკიც წავა აი დადგება. ნიუსაც აი ეს, ნახეთ, აი ესე. ეს ვერსია ნიუსასე, ნახეთ, აი ესეთი ნიუსასე. რაღაცა ცვივა ოღონდ. მე უნდა ვიპოვო. აჰა, სარკე. ну, კარგით. მივაწერებთ. ნიუსე მე დადგება სხვაგან. არა უშავს.
ერთ ხელის ხლება და უკვე ცვივა. ნახეთ ესეც არის ჩემი 06, ხო მე მგონი? თუ 03-ია. ეს 06-ია. ეს არის 06 ძვირფასო მეგობრებო, მაგერ. აბა, ისაც გიყვართ. დააფასებთ ამ მანქანას, აგერ. 06 წავა დაიკავებს აი აქ. თავის ადგილს ეს აქაც ეს მოსკვიჩი დაჯდება. ეს აგერ აი ესე ცოტა მაჭირდება კუთხე. ესე იგი, რადგან მანქანები არიან, ხო? უნდათ მოძრაობა, უნდათ რომ იმოძრაონ. მაბრაზებენ ხალხო. და აი ეს მოსკვიჩიც, აი ეს აი შევდგათ. ნუ ეს სამზე მეტი არ გამოვა. კიდე რა გვყავს? კიდე არის აქ აი ეს ფაეტონი. გაზ 11-40 ფაეტონს ეძახდნენ ამას. აი ესეთი მანქანა. ეს წავა იქ უკან დადგება. ანუ ამას სჭირდება რომ ცვალო. ხან ერთი იქნება წინ, ხან მეორე იქნება წინ. ეს ნაგვის მანქანაც დავაბრუნოთ უკვე. ნორიოს პოლიგონი, ძვირფასო მეგობრებო. აი, ხო იცით ამ ნაგვის მანქანას როგორ აქვს, აი. ნახეთ ესენი ეხსნება. აი ესე. აჰა, ესეც რაღაცნაირად აი ესე მუშაობს. ამასაც გავტეხავ, ახლა თუ დავიწყებ ამის კექვას. ასე რომ ჯობია ეს უმტკივნეულოდ დავდო. ჯერ კიდე რა მაქვს? კიდე შემიძლია აი ეს. ნახეთ აი ეს. გაზიკე. აი აქ მეყოლება. აი აქ. ეს მოსკვიჩიც წავა. აი იქ დადგება. მაგრამ ამებს მე წავიყვან ავტოკედელზე. ეს ნიუსაც აი ეს ვერსიაც. აი ეს, ნახეთ. აი ესეთი. ნახევრად სამგზავრო. ეს ნიუსაც წავა, აი აქ დადგება. ეხლა ეს არის ჩემი ყავის მანქანა. ზაპოროჟეცი. ვითომ არის ყავის მანქანა. ესეთი ისე. ეს აი ესე იყოს. ამას დაუყენოთ თავისი ყავის მანქანა. ძვირფასო მეგობრებო, რაც იდგა აქ. რაღაც ყავის კორპორაცია გვაქვს ჩვენ და ეს მანქანები ესეთ განან. ყავის მანქანები. ესეც წავა თავის ადგილას დადგება. აი ეს თავისი ფოტო. თუ ეს აღარ ეტევა. ნუ კარგი, თუ არ ეტევა, მაშინ აი ამ ვაგონებს აი ესე დავიწყავთ აქ აი ამ ვაგონებს მეტროს მინი აი ესეთი ის გვექნება მეტროს მინი ხაზი. აჰა, წარმოსახვითი მეტროს მინი ხაზი გვექნება აქ. მიწიზე და მეტრო. ხო გითხრას რომ გვექნება მიწიზე და მეტრო და აი უკვე გავატარეთ მიწიზე და მეტრო. ეს უკვე აქ აღარ ეტევა, არც აქ აღარ დაეტია. კარგი, აი ეს აქ იყოს. უფრო კარგია. ეს ტროლეიბუსიც აი აქ იყოს. ძალიან კარგად. ჩადგა. ძვირფასო მეგობრებო, ეს თაროთ ჩვენ ერთობლივი ძალებით დავასრულეთ და აქ დარჩა სულ რაღაც 3 თარო, რომელსაც დავასრულებთ უკვე შემდეგ ვიდეოებში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ეს ჩემი ვიდეო ჩვენებები.